გამარჯობათ პატივცემულო ჭადრაკის მოყვარულებო, ვაგრძელებთ ელემენტარული ენჭპილების სერიას. დღეს ჩვენ განვიხილავთ თუ როგორ შევძლებთ, ან ვერ შევძლებთ ორი მხედრით მარტოხელა მეფის დაშამათებას. მოდით დავსვათ კითხვა, რა მატერიალური უპირატესობაა საჭირო იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ მეფისთვის შამათის გამოცხადება. აქამდე განხილულ ენჭპილებში ჩვენ ყველაზე ნაკლები მატერიალური უპირატესობა ჰქონდა ერთი ეტლის შემთხვევაში. შკალაზე რო გავიხსენოთ, ეტლი უდრის 5 პაიქს, ხოლო 2 კუ 6 პაიქს. კუდა მხედარი 6 პაიქს. შესაბამისად, ორ მხედარსაც, რომელიც 6 პაიქს უდრის, 3 და 3, უნდა შეეძლოს წესით მარტოხელა მეფის დაშამათება. მაგრამ სამწუხაროდ ასე არ არის. ორ მხედარს არ ძალუძს მეფის დაშამათება. მოდით გადავინაცვლოთ პირდაპირ დიაგრამაზე. წარმოვიდგინოთ, რომ სუსტი მეფის მხარე ყავს მიმწყდებული დაფის კიდეზე, უკვე კუთხესთან ახლოს არის და გვჭირდება სულ რაღაც მცირედი გამოუცხადოთ მას შამათი. მაგრამ ეს მცირედი არსად არ ჩანს. მოდით დავწმუნდეთ ამაში. როგორც ხედავთ, E7-დან მხედარი არ აძლევს მეფეს ცერვაზე გამოსვლის საშუალებას. ეხლა ჩვენ შეგვიძლია ბევრნაირად ვითამაშოთ. მაგალითად, თუ ჩვენ ვითამაშებთ მხედარი C6, ვთქვათ, და გამოუცხადებთ მეფეს ქიშს, მეფეს აქვს ორი გზა, ან უნდა წავიდეს ცერვაზე, ან უნდა წავიდეს არვაზე. არვაზე წასვლის შემთხვევაში ეს იქნება შავების მხრიდან უდიდესი შეცდომა, რაზეც ისინი მიიღებენ მომენტალურად შამათს. ესე იგი, ორ მხედარს თურმე მაინც შეუძლია მეფის დაშამათება, მაგრამ შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სუსტი მხარე არასწორად იცავს თავს. ყურადღება სუსტ მხარეს აუცილებლად სჭირდება ამგვარ ენჭპილში. ესე იგი, მხედარი C6-ზე ისინი უნდა არა დაფის კუთხისკენ წასულიყვნენ, არამედ დაფის ცენტრისკენ. დაფის ცენტრში ხო მეფეს უფრო მეტის გადაადგილების თავისუფლების შესაძლებლობა აქვს. ეხლა შავები იმუქრებიან D7-ზე გაქცევით და ვთქვათ, თუ ითამაშა თეთრებმა მხედარი F8, ეს იქნება პატი. მეფეს არ აქვს დასასვლელი. ვთქვათ, მეფე C8-ზე, თუ ვითამაშებთ მაგალითად მხედარი E5-ს, მაშინ მეფე B8 და აქ თქვენ თვითონაც რომ დააწყოთ ეს პოზიცია დაფაზე და ცოტა ხანი დაუთმოთ, დარწმუნდებით, რომ შეუძლებელია აქ სუსტი მხარისთვის შამათის იძულება. ვთქვათ, მოდით საწყის პოზიციაში ვითამაშოთ მხედარი C5. სხვანაირად ვცადოთ დაშამათება. თუ შევძლებთ. აქ უკვე ერთადერთი სვლა აქვს მეფეს მეფე R8. ეხლა მხედარი A6-იც, მხედარი D7 და მხედარი C6 სამივე სვლას მივყავართ პატამდე. ესე იგი იქნება ყაიმი. ესე იგი მეფეს უნდა დაუტოვოთ გასასვლელი. მხედარი E4, მაშინ მეფე B8, მხედარი D6. ეხლა ეს E7 მხედარი გავათავისუფლეთ, იმიტომ რომ D6 იცავს ცერვა უჯრას. მეფე R8, თქვათ მხედარი D5, მეფე B8 და აქ უკვე შეუძლებელია, მხედარი C7-ზე რა თქმა უნდა იქნება პატი. იმიტომ რომ როგორც ხედავთ, შავ მეფეს არ აქვს წასასვლელი. მოდით ვნახოთ ახლა ცოტა სხვანაირი პოზიცია. ამ პოზიციაში, როგორც ხედავთ, ძლიერმა მხარემ ანუ შავებმა მოახერხეს თეთრების მეფის დაფის კუთხეში მომწყდება. და ახლა ვთქვათ, არის შავების სვლა და ითამაშეს მხედარი H3 ქიში. რა თქმა უნდა, თეთრების მხრიდან ყველაზე ძლიერი სვლა იქნება მეფე G2 და თეთრების მეფე უნდა გაიქცეს ცენტრისკენ. ანუ შავებს გაიქცევათ თეთრი მეფე. მაგრამ აქაც ამ პოზიციაშიც კი თეთრებისგან ყურადღებაა საჭირო. მეფე A1-ის თამაშიც შეეძლოთ, რა თქმა უნდა, თეთრებს, მაგრამ მეფე G2 უფრო ძლიერია. მეფე F1-ის შემთხვევაში ამ პოზიციაში ეს არის უდიდესი შეცდომა. მაშინ შავები მხედარი E3-ით ჩასვამენ შამათს. როგორც ხედავთ, სუსტი მხარისგან არის მხოლოდ ყურადღება საჭირო, რომ სწორი დაცვით შევძლოთ შამათისგან დაცვა. როგორც წესი, მაღალკვალიფიციური მოჭადრაკეების პრაქტიკაში თუ ხდება ასეთი სახის ენჭპილი, მხარეები ყაიმით ასრულებენ პარტიას, იმიტომ რომ ყველა მიცის, რომ ეს არის საყაიმო ენჭპილი და აზრი არ აქვს ბრძოლის გაგრძელებას. თუმცა, მოდით ვნახოთ შემდეგი პოზიცია. მოდით მივცეთ სუსტ მხარეს პაიკი და ეხლა წარმოვიდგინოთ ასეთი რამ. ჩვენ უკვე შევძელით
მეფის ტაფის კუთხესთან ახლოს შევიწროვება და მხედარი D6 არ აძლევს შავ პაიკს წასვლის საშუალებას და ასევე შავ მეფეს უზღუდავს ცერვა უჯრისკენ გასასვლელს. შეგვიძლია ეს 7 მხედრით კიდევ უფრო შევეცადოთ, შევავიწროთ შავების მეფე. მხედარი D5, შავებს ერთი სვლა აქვთ არვაზე, მხედარი C7 ქიში, მეფე B8, მხედარი A6 ქიში, შავებს ერთადერთი სვლები აქვთ, მეფე A8. ეხლა უყურეთ, მხედარი რომელიც A6-ზეა, B8 უჯრას უკეტავს შავების მეფეს. შავებს პრინციპში სვლა არ აქვთ, მაგრამ ჩვენ რო ვითამაშოთ, მხედარი B5, შავებს უკვე აქვთ სვლა, მათ შეუძლიათ პაიკით ითამაშონ ან D6-ზე, ან D5-ზე. მაგალითად ითამაშეს D5-ზე და ჩვენ შეგვიძლია მხედარი B C7-ით გამოუცხადოთ მათ შამათი. რა დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ აქედან? ამ პოზიციაში, როდესაც შავებს ყავთ ზედმეტი პაიკი, შესაძლებელია რომ ძლიერმა მხარემ გამოიწვიოს შამათი. თუმცა არის რაღაც გამონაკლისებიც, პაიკი სად უნდა იდგეს, სად უნდა იყოს ის ბლოკირებული და ასე შემდეგ, სიღრმეებში არ შევალთ, უბრალოდ დავიმახსოვროთ, რომ იმის შანსი, რომ ჩვენ ჩავსვათ შამათი ორი მხედრით, თუ სუსტ მხარეს ყავს პაიკი და ეს პაიკი არის მხედრით ბლოკირებული, შესაძლებელია გარკვეულ პოზიციებში შამათის ჩასმა. ამ ეტაპზე მხოლოდ ეს დავიმახსოვროთ. მოდით კიდევ ერთი საინტერესო პოზიცია ვნახოთ. ეს პოზიცია არის ავსტრიელი მოჭადრაკის და თეორეტიკოსის, ასევე საჭადრაკო კომპოზიტორის იოჰან ბერგერის მიერ შექმნილი, ასე ვთქვათ, 1921 წელს მან გამოაქვეყნა ის Deutsche Schachzeitungში, ესეთი ჟურნალი იყო საჭადრაკო. აქ როგორც ხედავთ, შავებს არათუ პაიკი, არამედ მხედარი ყავთ და რო გაცვალონ, ვთქვათ, თეთრებმა ან შავებმა რომ გაცვალონ, ვთქვათ, მხედარი მხედარში, გამოვა ყაიმი. მხედარს მხოლოდ ერთ მხედარს არ შეუძლია შამათის ჩასმა, არც მარტო გულს. აქ რო თეთრებმა ითამაშონ მხედარი კლავს ერვას, ეს იქნება უდიდესი შეცდომა. ჩვენ მივიღებთ ისევ იგივე ენდშპილს, რაც განვიხილოთ აქამდე. პირველი სვლა ამ ენდშპილში არის მხედარი F7. ეხლა როგორც ხედავთ, მეფეს სვლა არ აქვს და შავებმა უნდა ითამაშონ მხოლოდ მხედრით. მხედარი D6, ვთქვათ, ეს არის ყველაზე ძლიერი სვლა. მხედარი A6 ქიში. ქიშზე, რა თქმა უნდა, მეფე უნდა ითამაშოს, მეფე A8-ზე, ერთადერთი სვლა. თეთრები თამაშობენ მხედარი G5-ს. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ შავებს არ ყავთ დაფაზე მხედარი. ეს იქნება, რა თქმა უნდა, პატი და ყაიმი. მაგრამ შავებს ყავთ მხედარი. და ეს მხედარი, როგორ გასაკვირიც არ უნდა იყოს, იცავდა F7 უჯრას, რომლიდანაც ეხა თეთრები აპირებენ შამათის ჩასმას. მაგრამ რადგან შავებმა უნდა გააკეთონ სვლა და სვლის გამოტოვების შესაძლებლობა მათ არ აქვთ წესების მიხედვით, მათ უნდა ითამაშოთ მაგალითად მხედარი F5 ან რაღაც ნებისმიერი სვლა და თეთრები გამოუცხადებენ შავებს შამათს. აი ესეთი შეიძლება ითქვას კურიოზული შემთხვევა შეიძლება იყოს. ყველაფერი დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, კონკრეტულ პოზიციაზე და კონკრეტულ ნიუანსებზე. შეგვიძლია პოზიცია, რა თქმა უნდა, შევაფასოთ საერთო ჩვენი ცოდნით, ვიცოდეთ, რომ ორი მხედარი ვერ სვამს შამათს, მაგრამ არსებობს კონკრეტული პოზიციის თავისებურებები, რომლებიც ჩვენ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ შეუძლებელი გავხადოთ შესაძლებლად. როგორც აქამდე ვთქვით, კუთი ან მხოლოდ მხედრით შეუძლებელია შამათის ჩასმა სუსტი მხარისთვის, არასაკმარის მატერიალური უპირატესობაა შამათის ჩასასმელად. შესაბამისად, აქ ჩვენ დავასრულებთ ელემენტარულ ენდშპილებს დროებით და მივხედავთ სხვა თემებს, რომელიც უნდა იცოდეს მეოთხე-მესამე თანრიგის მოჭადრაკემ. ამაზე გემშვიდობებით, დროებით, არ გამოტოვოთ ვიდეოები მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.